ვიზა ლიბერალიზაცია, რომელიც მოვიპოვეთ ბრძოლით, კი რა თქმა უნდა. შემდეგი ეტაპი ცხადია, შემდეგი არის ის რომ დავაწესო ვიზა ლიბერალიზაციის შეზღუდვა და ეს თქვეს და ამას აღასრულებენ კიდეც. უვიზო მიმოსვლის შეჩერება იქნება ყველაზე ნაკლები პრობლემა, რომელიც ჩვენ ქვეყანას დაემუქრება. თუნდაც შეაჩეროს, რაც გაცხადებული იყო ევროკავშირმა უვიზო რეჟიმი. მე ამას ვერ შევაფასებ, რომ ვიღაცას ღალატობს, ეს არის მექანიზმი და ბერკეტი იმისათვის, რომ ხალხი გამოფხიზლდეს. ოპოზიცია ისევ ქართველი ამორჩევლის დასჯას ითხოვს და ეს მათი მხრიდან უბრალო საუბრები არ არის. ეს უკვე ტრადიციად ქცეული ავანტიურაა. ტაქტიკა მარტივია, რამდენჯერმე დატესტილიც. სხვა საკითხია, რომ ამ ტაქტიკას რადიკალები ჯერ მხოლოდ კატასტროფული მარცხისკენ მიჰყავს. 26 ოქტომბერს ოპოზიცია მარცხდება და საპროტესტო აქციის აგორებას ცდილობს. ხედავს ხალხი ქუჩაში ვერ გამოჰყავს. ამიტომაც ბრიუსელს საიდუმლო წერილს უგზავნის და ევროკავშირს ხელისუფლებასთან ყველანაირი ურთიერთობის გაწყვეტას ურჩევს. წერილში ვკითხულობთ. ევროკავშირმა მკაფიოდ განაცხადოს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი მთავრობის მიერ ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების გამო შეჩერდა. ნახეთ რა მზაკრული გეგმაა. ღიად ხალხის და ქვეყნის ინტერესებზე საუბრობენ. თითქოს ჩვენს ევროპულ მომავალს იცავენ. კულისებში კი ხალხის დასჯას მოითხოვენ. თანაც ცდილობენ სცენაზე მოვლენები ისე გამოაჩინონ, თითქოს ყველაფერში დამნაშავე ქართული ოცნებაა. თითქოს ხელისუფლებას არ უნდა ევროკავშირი, რეფორმები და ინტეგრაცია. გონიათ საკუთარ ქვეყანას და ხალხს თუ დაასანქცირებენ, დიდ საპროტესტო ტალღას შექმნიან, რევოლუციას მოაწყობენ და ხელისუფლებაშიც მოვლენ. ევროპარლამენტარი ტიერი მარიანი ამბობს, რომ ვერ წარმოუდგენია, როგორ შეიძლება პოლიტიკოსმა საკუთარი ხალხის დასანქცირება მოითხოვოს. როდესაც პოლიტიკოსი ხარ, შენი მიზანია საკუთარი ქვეყნისთვის კარგის კეთება და არ აქვს მნიშვნელობა მთავრობაში იმყოფები თუ ოპოზიციაში. ასე რომ ზოგიერთი პოლიტიკოსის სურვილი სანქციები დაუწესდეს საკუთარ ქვეყანას სიმართლე გითხრათ ძალიან უცნაურია. მეტიც ეს ჩემთვის შოკის მომგვრელია. როგორ შეიძლება პოლიტიკოსი მხარს უჭერდეს მაგალითად ვიზა ლიბერალიზაციის გაუქმებას საკუთარი ქვეყნისთვის. მათ საკუთარი მოქალაქეების დასანქცირება სურთ. ეს ჩემთვის სრულიად გაუგებარია, რადგანაც როდესაც პოლიტიკოსი ხარ, შენ საკუთარ მოსახლეობას უნდა ემსახურებოდე და არა პირიქით, ითხოვდე სანქციებს მათ წინააღმდეგ. მე მეც ვერაფერს დავამატებ. თავად ქართველებმა შეაფასონ ის ადამიანები, რომლებიც საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ ითხოვენ სანქციების დაწესებას. მაგრამ ქართველი რადიკალები არ წერენ ისტორიას პოლიტიკაში. ისინი ღალატის ისტორიას წერენ. თინა ბოკუჩავა რუსთავიორის ეთერში ზის და წამყვანის მცდელობების მიუხედავად ვერ ამბობს უვიზო რეჟიმი არ უნდა გაუქმდესო. თქვენ როგორც ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, როგორც მოქალაქე, თინათინ ბოკუჩავა უჩერთ თუ არა მხარს უვიზო რეჟიმის დროებით შეჩერებას. ეს კითხეთ მარტივი კითხვა, ემხრობით ამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არ არის გადაწყვეტილება, რომელსაც რაოდენ დიდი ოპოზიციური პარტიის გასაგები არ პასუხობ, გაგინდათ რომ საჯარო თქვა უნდათ რომ გაუქმდეს, თანაც ისე რომ დამნაშავე ქართული ოცნება გამოვიდეს. ამიტომაც თავის განცხადებებში თითს გამარჯვებული პარტიისკენ იშვერენ. თინათინ ბოკუჩავა პირდაპირ მიანიშნებს, რომ ვიზა ლიბერალიზაცია ქართულ ოცნებას კი არ უდრის, არამედ ოპოზიციას. საუბარია იმის შესაძლებლობაზე, რომ დროებით შეჩერდეს უვიზო მიმოსვლა, მანამ სანამ საქართველოს კვლავ არ ეყოლება ხელისუფლება, რომელიც ასახავს ქართველი ხალხის ნებას, როდესაც ეს დევს სასწორზე, როდესაც ის დევს სასწორზე, შეძლებენ თუ არა ქართველი სტუდენტები ევროპული პროგრამებით სარგებლობას იმისთვის, რომ ევროკავშირში, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში მიიღონ განათლება. როდესაც სასწორზე დგას შესაძლო სანქციები ევროკავშირის მხრიდან, ეს ბუნებრივია გამოიწვევს უმძიმე შედეგებს ქართული ეკონომიკის. გიორგი ვაშაძე პირდაპირ ამბობს, რომ ხელისუფლება იზოლაციაა. ოპოზიცია კი ინტეგრაცია. არადა საიდუმლო წერილი აქვთ დაწერილი. ღალატობენ საკუთარ ქვეყანას, მაგრამ კამერების წინ პატრიოტიზმს თამაშობენ. თუმცა ვერც ხალხი მოატყუეს და ვერც ღალატი გაუვიდათ. საპროტესტო აქციები ვერ ააგორეს. ქართულ ოცნებას მოაქვს უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა ევროკავშირთან, ჩვენ მოგვაქვს უვიზო მიმოსვლა ამერიკასთან და ევროკავშირის პასპორტი. ეს არის განსხვავება ჩვენსა და მათ შორის. რევოლუციური ცეცხლი კი არა ხალხში უიმედობის ნაპერწკალიც ვერ დაანთეს. ამიტომაც ისევ ვიზა ლიბერალიზაციის გაუქმებას მიუბრუნდნენ და ისევ სურთ დამნაშავე ქართული ოცნება გამოიყვანონ. დაგვარწმუნონ, თითქოს ევროკავშირში მოგზაურობის პერსპექტივას ხელისუფლება გვაკარგვინებს. იმიტომ რომ არჩევნები გააყალბა, იმიტომ რომ რუსულია. ზურაბ გირჩი ჯაფარიძე ამბობს. ქართული ოცნების და რუსული რეჟიმის ელიტის სანქცირება არის ამის ერთი ნაწილი. უვიზო რეჟიმი შეიძლება საქართველოს დროებით შეუთხერონ, მაგრამ როგორც კი ხელისუფლება
ამ უნდროჟის პროტესტ მოქალაქეებს უკან დაუბრუნებს. გიგი უგულავა აცხადებს. ყულფი სულ უფრო და უფრო ვიწროვდება ახლა ეს შეიძლება უკვე შეეხოს ხალხს ჩვენ არ უნდა დავიწყოთ ეს არ არის ჩვენზე დამოკიდებული რომ ხალხს ნუ დააზარალებთ ნებისმიერი ღონისძიება ამ შემთხვევაში შეიძლება იყოს მხოლოდ დამხმარე პეტრე ცისკარიშვილი უკვე დარწმუნებულია რომ ჩვენ უვიზოდ ევროპაში ვეღარ ვიმგზავრებთ საერთოდ უვიზო მიმოსვლის და თავისუფალი ვაჭრობის პერსპექტივაც აღარ იარსებებს ამ ქვეყანაში ჩვენ უვიზოდ ვეღარ ვიმოგზაურებთ ნინო ლომჯარიამ უკვე იცის რომ ბრიუსელში ეს საკითხი დღის წესრიგში დგას ნამდვილად განიხილება ასევე იდეა ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერებასთან დაკავშირებით ეს არის საკითხი ნამდვილად მე შემიძლია დავადასტურო რომელიც არის მათი ესე ვთქვათ განხილვის და დისკუსიის საგანი ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რა თქმა უნდა დასავლეთის თვალში საქართველოში მიმდინარე ესე ვთქვათ მოვლენებს და იმას თუ როგორ რეაგირებს საზოგადოება შექმნილ ვითარებაზე ნიკა გვარამიას ეჭვი არ ეპარება, რომ ვიზა ლიბერალიზაციის მოხსნის საკითხი უპირობოდ დადგება. როგორც კი ჩვენ ვერ მივახცევთ შედეგს ამ არჩევნების გაუქმების და ახალი ხელისუფლების არჩევის ვიზა ლიბერალიზაციის საკითხი უპირობოდ დადგება და გაუქმდება. მხოლოდ ნიკა გვარამია დგას სასარგებლო იდიოტის როლში. გულწრფელად ამბობს, ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერება ქართული ოცნების წინააღმდეგ იქნება გამოყენებული. მათ შორის ქვეყნის შიგნით, ოპოზიციის მიერო. რა თქმა უნდა, ეს იქნება გამოყენებული ქართული ოცნების წინააღმდეგ, მათ შორის ქვეყნის შიგნით ოპოზიციის მიერ და რაც მთავარია, ქართველი ხალხი ამას გააკეთებს დასკვნას, აუცილებლად ეს ქართული ოცნების წინააღმდეგ უნდა გამოიყენოს. ადგილობრივი არჩევნები მოდის. ოპოზიცია პოლიტიკურად გაკოტრებულია, მორალურად წაშლილი, აქციებს ვერ მართავს. სათქმელიც არაფერი აქვს. ისიც არ იცის ჯერ არჩევნებში გადის თუ ვერა, ბოიკოტში რჩება თუ ვერა. ქუჩის პროტესტს აგრძელებს თუ ვერ? ქვეყანას მორიგჯერზე თუ არ უღალატეს, თითქოს გააქტიურების სხვა გზასაც ვეღარ პოულობენ. იმიტომ რომ ყველაფერი რაზეც მანამდე ილაპარაკეს. ყველაფერი რისი პირობაც დადეს, სასტიკად წააგეს. დავაკვირდეთ, ოპოზიციას ჯერ უნდა დაემტკიცებინა რომ არჩევნები გაყალბდა. თანაც ტოტალურად, მთელი 300,000 ხმით. ჩვენ ვიყავით მოწმე და სხვერპლი რეალურად რუსული სპეცოპერაციის ეს არის მოპარული არჩევნები, ეს არის ხელისუფლების უზურპაცია. ამ მიზეზით კი ხალხი ქუჩაში უნდა გამოეყვანათ. მინდა რომ მოსახლეობას მივმართო და უთხრა რომ ჩვენ ერთად უნდა დავდგეთ და გამოვაცხადოთ რომ არ ვაღიარებთ ამ არჩევნებს. მინდა ყველას გითხრათ და მოგიწვიოთ ხვალსაღამოს 7 საათზე რუსთაველზე იმისთვის რომ ჩვენ ერთად ვთქვათ, გამოუცხადოთ მსოფლიოს და ჩვენ ერთად, ჩვენ ერთმანეთსაც გამოუცხადოთ, რომ ჩვენ არ ვაღიარებთ ამ არჩევნებს. მაგრამ არც ხალხი გავიდა გარეთ და ვერც ოპოზიცია მიპოვა რაიმე მტკიცებულება. ერთსაც კი ვერ მიაგნო. მტკიცებულებების არსებობაზე ყველამ მხოლოდ ილაპარაკა. მარკირების არ გაკეთება. კედლისკენ მიტრიალებული ვერიფიკაციის აპარატები და დამკვირვებლების უკან არ დაშვება. გამყალბებელ ამომრჩევლებს საარჩევნო უბნებზე ჰყავდათ მოკავშირე რეგისტრატორები, რომლებსაც პირველი სწრაფად უნდა შეეყვანათ ვერიფიკაციის აპარატში ფურცელზე დაწერილი პირადი ნომერი. ისინი იყენებდნენ მოქალაქეებისთვის წართმეულ პირადობის მოწმობებს და იყენებდნენ 7-ჯერ, 10-ჯერ, 17-ჯერ. მოდის კიდე, ადამიანები ვიღაცები აგზავნიან თავის გადაღებულ რაღაცებს და ყველაფერი ეს არის საბოლოო ჯერ მტკიცებულობა და გროვდება. გავაერთიანეთ ახლა აკუმულაცია გავუკეთეთ ყველა იმ დარღვევის ფაქტს, რომ ჩვენ დავდოთ სრულფასოვნად ამ სისტემური გაყალბების ანატომია. ცესკოს ოქმები რო ქონდათ ახლებს მიტანები რო იგონდათ ის ნახევარი ჩვენი დაწესებული ოქმები რო იყო და რო იგონდათ რო იყო გაყალბების მასალები. არჩევნები ხომ წააგეს და ქუჩის პროტესტიც ჩაუვარდათ. ახალი ტალღის აგორება ევროინტეგრაციის თემაზე სცადეს. ხალხს არწმუნებენ თითქოს ქართულ ოცნებას ევროკავშირში გაწევრიანება არ სურს. და ამ საბაბით პარლამენტის წინ მაიდანის გაშლას ცდილობენ. აღმართავენ ბარიკადებს. ისვრიან პიროტექნიკას. დააზიანებენ პარლამენტის შენობას. ევროკავშირის ელჩის განცხადებას კი არ გააპროტესტებენ, რომელიც ჯერ არჩევნების წინ იტყვის, ბრიუსელმა გადაწყვიტა საქართველოსთან გაწევრიანების პროცესი შეაჩეროსო. სამწუხაროდ ამ დროისთვის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეჩერებულია. არჩევნების შემდეგ კიდევ ერთხელ გაიმეორა. ევროკავშირი არჩევნების შედეგებს ელოდება, თორემ გაწევრიანების პროცესი ჯერ კიდევ ზაფხულში შეაჩერესო.
როგორც იცით, საქართველოს ევროკავშირის ურთიერთობა სამწუხაროდ ისტორიულ მინიმუმზეა. საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერებულია. მხოლოდ ამ კონტექსტში შეიძლება ირაკლი კობახიძის განცხადების განხილვა. სხვა კონტექსტი პრემიერის ინიციატივას არც აქვს და ვერც ექნება. მან მხოლოდ თქვა: რა კი ბრიუსელი ჯერ მზად არ არის, მაშინ არც საქართველოს დააინიცირებს წევრობის საკითხს 2028 წლამდეო. მივიღეთ გადაწყვეტილება 2028 წლის ბოლომდე დღის რიგში არ დავაყენოთ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი. რა თქმა უნდა, მაშინაც ოპოზიციამ ავანტიურას მიმართა. საგანგებო ეთერები ჩართეს და ხალხს არწმუნებდნენ. გამოდით, ხელისუფლება უარს ამბობს ევროკავშირში გაწევრიანებაზეო. არ შეგუება, არ დანებება, წინააღმდეგობა. მაგრამ ხალხმა ეს ავანტიურისტული პროცესიც დააიგნორა. ხოდა, ხელისუფლების წარმომადგენლების დასანქცირების შემდეგ, რა გასაკვირია, რომ ქართული ხალხისთვის ყურის აწევის დროც დადგა. ახლა ამ უმრჩეველი უნდა დაისაჯოს. როგორც ჩანს, მისი უკომპრომისო პოზიციის გამო, გარეძალები მას ვერ იმორჩილებს. თავისი манипуляციებით ვერ ზემოქმედებს, ამიტომაც არ მოსწონს. ბრიუსელის შანტაჟი არ მიიღო. მაინც საკუთარი ინტერესები დაიცვა და ხმაც იმას მისცა, ვინც მის ინტერესებს გამოხატავდა, ქართულ ოცნებას. ინტერესებს კი ხალხი არ იცვლის. ქართული ოცნება კვლავაც მის უცვლელ არჩევნად რჩება. მშვიდობა უნდა და არა ომი. სტაბილურობა სჭირდება და არა ქაოსი. ტრადიციებს ცემს პატივს და არა LGBT+-ებს. ევროპული ღირებულებები მოსწონს და არა ფსევდოლიბერალური. ამიტომაც უნდათ რომ დაისაჯოს. რადიკალური ოპოზიციის ნარატივს გერმანიის ელჩიც აყვება. უვიზო რეჟიმი დიდი პრივილეგია. უმეტეს ქვეყნებს ევროპასთან უვიზო მიმოსვლა არ აქვთ და მათ ვიზების მიღება სჭირდებათ. ეს ნორმალური მდგომარეობა. ქართველებისთვის კი ეს პრივილეგია არსებობს. უვიზო რეჟიმი განკუთვნილია იმ ევროპული ქვეყნებისთვის, რომლებიც დემოკრატიულია, სადაც ადამიანის უფლებები დაცულია და რომლებთანაც მიგრაციის მხრივ პრობლემები არ გვაქვს. ამიტომ უნდა გადავამოწმოთ, კვლავაც სრულდება თუ არა ეს პირობები. ამ პროცესში ვიმყოფებით. ტერმინს პრივილეგია ელჩის კვალდაკვალ ოპოზიციაც გაიმეორებს. თინა ბოკუჩავა ნაციონალებიდან. დავკარგავთ არა მხოლოდ უვიზო მიმოსვლის პრივილეგიას ევროპასთან, არამედ ძალიან მალე შეიძლება დავკარგოთ მაგალითად ის პრივილეგია და შესაძლებლობაც კი, რომ იძულებით ემიგრაციაში წასულმა საქართველოს მოქალაქეებმა თავიანთ ოჯახის წევრებს გამოუგზავნონ საერთაშორისო გზავნილები. გრიგოლ გეგელია ლელოდან. ძალიან მნიშვნელოვანი პრივილეგიის ვიზა ლიბერალიზაციის დაკარგვის შემთხვევაში მათი საქმე იქნება ბევრად უფრო ცუდად, ვიდრე უკვე არის დღეს. მაგრამ ცუდად მხოლოდ ოპოზიციის საქმე მიდის. ხალხი მათ შანტაჟს არც ერთხელ არ აყვა. პოლიტიკურად გაკოტრდნენ. საზოგადოების ნდობა დაკარგეს. ამიტომაც ახლა, განსაკუთრებით კი იმ შემთხვევაში, თუ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობის ბრძანება მოუვათ, გაცოცხლება სჭირდებათ. ისევე როგორც ერთობა. მაგრამ როგორც ირკვევა, ერთობაც თურმე არ ქონიათ. გირჩი მეტი თავისუფლებიდან წასული ვინმე ჩელე ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს, რომ ერთობაზეც კი ოპოზიციაში თურმე სხვადასხვა შეხედულებებია. ძალა ერთობაშია და გერბზე გვიწერია და ერთობა ყველას უყვარს, მაგრამ საბოლოო ჯამში როცა ერთობაზე მიდის ხოლმე ლაპარაკი, ყველა ადამიანი განსხვავებულად ხსნის რა არის ერთობა, როგორ უნდა განხორციელდეს კოორდინაცია, რა უნდა იყოს თანამშრომლობა, არის ერთიანობის დრო, ეხლა არის ბრძოლის დრო, ეს არის ფრაზები, რომლებიც კარგად უხდება ხოლმე რაღაც პროცესებს, მაგრამ მე არ მინდა იმის ილუზია შევქმნა, რომ ეს ერთიანობა მართლა გამოვა, იმიტომ რომ არ გამოვა ეს ერთიანობა, ვიცი, მინახავს ეს პროცესები, ერთობა არ გამოვა უამრავი მიზეზის გამო, მათ შორის იმის გამო, რომ ამ ადამიანებს უბრალოდ ერთმანეთი ძალიან არ უყვართ. ერთმანეთის გვერდით თურმე ეთერებშიც კი არ ჯდებიან. არადა არჩევნების წინ გვარწმუნებდნენ. კოალიციური მთავრობა გვჭირდება. ჩვენ შეგვიძლია ეს ქვეყანა ერთობლივად ვმართოთო. ერთად მხოლოდ ღალატი შეუძლიათ. და რადიკალების ისტორია ამის მტკიცებულებებს ინახავს. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ოპოზიცია ამ უმრჩეველს მხარდაჭერის სანაცვლოდ ნათელ მომავალს პირდებოდა. ბრიუსელის კულისებში კი საიდუმლო შეხვედრებს აწყობდა და ვიზა ლიბერალიზაციის მიღებას ბლოკავდა. მაშინაც ყველაფერს ისე აფორმებდნენ, თითქოს მის ჩაგდებას ქართული ოცნება ცდილობდა. სურდათ ხალხი დაერწმუნებინათ, თითქოს ხელისუფლება უარს ამბობდა უვიზო რეჟიმის მიღებაზე. მხოლოდ იმიტომ, რომ პრორუსია. რუსეთს კი არ უნდა, რომ საქართველოს ევროკავშირს დაუახლოვდეს. მათი ეს ავანტიურაც მალევე გაიშიფრება.
აღმოჩნდება, რომ გიორგი კანდელაკი და დავით ბაქრაძე ბრიუსელისგან ვიზა ლიბერალიზაციის ჩაგდებას ითხოვდნენ. მაშინ ორივე მათგანი ნაციონალური მოძრაობის წევრი იყო. სააკაშვილის პარტიას საპარლამენტო არჩევნების მოგება სურდა. ქართული ოცნების პოზიტიურ დღის წესრიგს სხვა ვერაფერი დაუპირისპირეს. დასავლეთში სირბილი და ქვეყნის წარმატებისთვის ფეხის დადება მათი საფირმო ნიშანია. 2 წლის უკან ასეთივე ავანტიურა გაითამაშეს, როცა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებას ბლოკავდნენ. კამერების წინ საჯარო გამოსვლებში ღიად აცხადებდნენ. თითქოს სტატუსის მიღება ძალიან სურდათ. სინამდვილეში კი ბრიუსელის დერეფნებში დარბოდნენ და უცხოელ დიპლომატებს ეუბნებოდნენ. საქართველო არ იმსახურებს სტატუსს და არ მისცეთო. მათი გათვლა აქაც პრიმიტიული იყო. გაესაღებინათ სტატუსის ჩაგდება როგორც ქართული ოცნების პრორუსული პოლიტიკის შედეგი. გამოეყვანათ ხალხი ქუჩაში და მოეწყოთ ქაოსი. ეს ავანტიურა კულისებიდან მაშინ ოპოზიციის რიგებიდან გაიშიფრა. ხატია დეკანოიძემ და ხათუნა სამნიძემ ღიად თქვეს, რომ ოპოზიცია სტატუსის მიღებას ებრძვის. ახლაც იგივე ხდება. ამჯერად რადიკალები ირწმუნებიან თითქოს თუ ევროკავშირი 61 ქვეყანასთან ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმს გაამარტივებს, ეს ქართული ოცნების პრორუსული პოლიტიკის ბრალი იქნება. არადა, სანამ ქართული ოცნება არ მოვიდა ხელისუფლებაში. ევროკავშირისკენ ვერც ერთი ნაბიჯი ვერ გადავდგით. ასოცირების ხელშეკრულებასაც ქართულმა ოცნებამ მოაწერა ხელი. ევროკავშირთან თავისუფალ ვაჭრობასაც. ქვეყანამ ქართული ოცნების პირობებში მიიღო ვიზა ლიბერალიზაციაც. თანაც არა როგორც პრივილეგია, როგორც ეს საქართველოში გერმანიის ელჩმა თქვა, არამედ როგორც აღიარება. ქვეყანაში განხორციელებული დემოკრატიული რეფორმების აღიარება. თუმცა რამდენიმე წელში უკრაინაში ომი დაიწყება და ყველაფერი შეიცვლება. ბრიუსელის სტატუსს უკვე შემოგთავაზებს არა იმიტომ, რომ საქართველო თავისი მიღწევებით უკრაინასაც უსწრებს და მოლდოვასაც, არამედ საქართველოზე და მის ხელისუფლებაზე ზეწოლის მიზნით. დღის წესრიგში რუსეთთან მეორე ფრონტის გახსნა დგას. მაშინ პირველად თქვეს ხელისუფლებაში, რომ პოლიტიკური ბრიუსელი ევროკავშირში გაწევრიანების პროცედურას საქართველოზე შანტაჟისთვის იყენებს. ახლა შანტაჟის თემად ვიზა ლიბერალიზაციას იყენებენ. ქვეყნის გარედან გადმოგდებულ მაშველ რგოლს ქვეყნის შიგნით რადიკალები ჩაებღაუჭნენ. ნანუკა ჟორჟოლიანი მაგალითად უფასო ლობიანებს და ხაჭაპურებს თავს ანებებს და ახალ პლატფორმას ქმნის. სააკაშვილის პროპაგანდისტი პირველ საუბარსაც იწერს. ხაზზე სააკაშვილის ჩინოვნიკი ნინო კალანდაძე ყავს. ორივე მათგანი ამტკიცებს, რომ ქართული ოცნების პირობებში საქართველო ყველაფერს კარგავს. ეკონომიკა დაინგრევა, კორუფცია აყვავდება. ხალხი ევროპაში ვერ წავა, ვერც განათლებას მიიღებს და ვერც იმკურნალებს. მშვენიერი ტრიგერია. როგორც ჩანს, რადიკალები უკვე აქტიურად ემზადებიან. თუ ბრიუსელი ვიზა ლიბერალიზაციას შეაჩერებს, საქართველოში საპროტესტო ფონი აფეთქებისთვის მზად უნდა იყოს. ხალხმა უკვე უნდა იცოდეს, რომ დამნაშავე ქართული ოცნებაა და რომ ყველა პრობლემა მისგან მოდის. ამიტომაც ხელისუფლების წინააღმდეგ უნდა გამოვიდნენ. დიდი მოლოდინი აქვთ, საბაბიც აქვთ. ბრიუსელმა გადაწყვიტა გაამარტივოს უვიზო რეჟიმის შეჩერების პროცედურები 61 არაწევრ ქვეყანასთან. ამ სიაში საქართველო, უკრაინა და მოლდოვაც შედის. ასევე დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებიც. სტატუსი ვერ ჩააგდეს, მაიდანი ვერ მოაწყვეს, მაგრამ ეგებ ვიზა ლიბერალიზაციის გაჩერებას მოჰყვეს ქაოსი და არეულობა. ხალხი გაბრაზდეს და ქუჩაში გამოვიდეს. თქვა კიდეც ნიკა გვარამიამ, ამ თემას ოპოზიცია ქვეყნის შიგნით გამოიყენებსო. რა თქმა უნდა, ბრიუსელის ჩინოვნიკების მხარდაჭერით თუ შეეცდებიან ჩამქრალი საპროტესტო მუხტის გაცოცხლებას. თორემ ოპოზიცია საქართველოში არანაირი ავტორიტეტი არ აქვს. ამიტომაც მხოლოდ გარე ძალების იმედი შეიძლება ჰქონდეთ. თორემ თავად ვერაფერს ახერხებენ. ქვეყნის შიგნით არც მოკავშირეები ჰყავთ და არც მხარდამჭერები.